ამერიკელის თვალით დანახული საბჭოთა რუსეთი, ასე ქვია ფილმს, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა. ფილმში 20-იანი წლების გასაბჭოებული საქართველოს უნიკალური კადრებია ნაჩვენებით, როგორ გამოიყურებოდნენ და ცხოვრობდნენ ქართველები, როგორ იყო თბილისი და არსებობდა თუ არა ბათუმში ნუდისტური პლაჟი. ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. თითქმის 90 წლის დაახლოებით ამ ადგილას იდგა ამერიკელი კინოდოკუმენტალისტი და თბილისის ხედებს იღებდა იმას, რის ნახვაც სამწუხაროდ დღეს შესაძლებელი აღარ არის. ხურის მეორე სანაპიროს თბილისის სახლებს, რომლებიც ზუსტად ამ ადგილას იყო ჩამწკრივებული. მტკვარზე მოტივტივე წყლის წისქვილებს და რაც დღეს ყველაზე წარმოუდგენელია, ადამიანებს, რომლებიც მაშინ მტკვარში ბანაობდნენ. თბილისი, ევროპისა და აზიის გამყოფი მეტროპოლისი, სადაც ქართველები, ირანელები, ებრაელები, სომხები და აზერბაიჯანელები 18-მდე სხვადასხვა ენასა და დიალექტზე საუბრობენ. ამ სიტყვებით იწყებს თბილისის შესახებ თხრობას ჩარლზ ედვარდ სტიუარტი, ამერიკელი ინჟინერი, რომელიც საბჭოთა კავშირში მაღაროების დასაპროექტებლად მოიწვიეს. აქ კი რეჟისორად იქცა და ამერიკაში საათნახევრიანი ფილმით დაბრუნდა, რომელიც მოსკოვში, ყაზბეგში, ყაზანში, თბილისში, ბათუმში და ხარკოვში მის მოგზაურობას ასახავს. ფილმის არსებობის შესახებ სულ რაღაც 9 წლის წინ გახდა ცნობილი, როცა იგი სოციალური ქსელებით გავრცელდა. 20-იანი წლების საბჭოთა საქართველოს ვიზუალური მასალა ეროვნულ არქივში ძირითადად ფოტოების სახით არის წარმოდგენილი. კინოარქივის დირექტორი თვლის, რომ კადრები პროპაგანდისტულია, მაგრამ ძალიან ღირებული. რესტორნები, როსტარება, შრომა თავისთავად, ახალი ქარხნები, ინდუსტრიალიზაცია და რაც დამახასიათებელი იყო საბჭოთა პროპაგანდისტვის იმ პერიოდში და მომავალშიც. ამიტომ ეჭვი არის დიდი, რომ ეს არის ჩვეულებრივი დაკვეთილი ფილმი, თუმცა ეს არანაირად არ აკლინებს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას. იმიტომ რომ აქ ისეთი ხედებია, ისეთი როგორ სცენები და სიუჟეტები, რომელიც შეიძლება ჩვენთან არც მოიპოვებოდეს, თქვათ, იმიტომ რომ ეს არის უცხოელების გადაღებული. ეს არის ერთ-ერთი პირველი მოძრავი სურათები, რომელიც უცხოელმა რეჟისორმა საბჭოთა საქართველოში გადაიღო. ფილმის მიმართ დიდი ინტერესი იყო ამერიკულ კინოთეატრებში. უჩვეულო იყო თუნდაც იმიტომ, რომ თბილისის ქუჩებში ერთდროულად ყველანაირი ტრანსპორტი ჩანს, ვირებით, ხარებითა და ურმით დაწყებული, ტრამვაითა და ავტომობილებით დამთავრებული. ავტორი ხაზს უსვამს ქართველების განსაკუთრებულ სიყვარულს სიმღერისა და ცეკვის მიმართ. ფილმში ღირებული ინფორმაციაა თბილისის ცნობილი შენობების შესახებაც. ამ ფილმზე 3 ძალიან მკვეთრი ორიენტირია, რომელიც ზუსტად გვეუბნება თუ რა დროს არის ეს ვიდეო გადაღებული. პირველი ეს არის დღევანდელი ეროვნული მუზეუმის შენობა, რომელიც იმ კადრებში არის ხარაჩოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ხარაჩოები თავის დროზე 1926 წელს დაიდგა და 1927 წელს უკვე ეროვნული მუზეუმის შენობა გაიხსნა. მეორე შენობა ეს არის ეგრეთ წოდებული მეფის ნაცვლის სასახლე, რომელსაც უკვე ის სახე აქვს მიღებული, რომელიც სახეც დღეს აქვს მას. და შემდეგი და ალბათ უმთავრესი ეს არის შენობა, რომელიც იდგა უკვე პარლამენტის ადგილას, ეს არის რუსული სამხედრო soboro. დედაქალაქის გარდა ავტორმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიც მოიარა. სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ფილმში ასახულ კადრებს, სადაც ნუდისტური სანაპიროა გადაღებული. საარქივო მასალებით დასტურდება, რომ ბათუმში მართლაც არსებობდა ასეთი ადგილი. თუმცა ძნელი დასადგენია, არის თუ არა რეალურად ფილმში შესული ნუდისტური პლაჟი ბათუმის სანაპირო.